ეს ჭიათურას საჩხერის ცენტრალური მაგისტრალია. აქ კლდიდან ლოდების ჩამოცვენა 24 იანვარს ღამის 10 საათზე დაიწყო. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე მუშაობდა ჭიათურის საგზაო სამსახური, თუმცა სპეციალურმა ტექნიკამ დიდი ზომის ქვების დაშლა და გატანა ვერ მოახერხა. ჩვენთვის რა თქმა უნდა მორიგე სამსახურიდან იმ თვეშივე გახდა ცნობილი ფაქტის შესახებ გამოვიჯახეთ შესაბამისი სამსახურები და იმ ღამესვე გავხსენით გზა. ობიექტი აღჭურვიათ სათანადო საგზაო ნიშნებით, გარკვეული შევიწროება დარჩა ბუნებრივია. შაბათ დღეს მოვიყვანეთ ეგრეთ წოდებული ექსკავატორი კოდალა, რომელმაც ვერ შეძლო ამ დიდი ქვის ლოდების დამტვრევა, დაახლოებით 30-35 კუბომეტრიანი ქვა იყო. ჭიათურის საგზაო სამსახურის დირექტორის განცხადებით, მათ დახმარებისთვის კომპანია ჯორჯიან მანგანეს მიმართეს, რომელმაც სპეციალური ასაფეთქებელი ნივთიერება ლოდების დასაშლელად გამოყო. აფეთქებას გარკვეული ნებართვები და რაღაც ფორმალური მხარეები დაჭირდა. ეს ყველაფერი ორშაბათს დილასვე მოგვარდა და აი ხედავთ ახლა შედეგს, რომ ქვა აფეთქდა, ტექნიკა მუშაობს და სულ რამდენიმე წუთებში გზა გაიხსნება ორ მხრივად. დიდი ალბათობით ასეთი შემთხვევები კიდეა მოსალოდნელი. ჭიათურის საგზაო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, შემთხვევის შესახებ მათ ცენტრალურ საავტომობილო მოძრაობის დეპარტამენტს უკვე შეატყობინეს. ქვაც ცვენა ჭიათურაში პირველი შემთხვევა არ არის. ამ კონკრეტულ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა აქ გავლა მაინც სახიფათოა. აუცილებელია ისევე უნდა შეიქმნას ბრიგადა მაგის. როგორც ვიყავით, ასე უნდა გაკეთდეს ეს მეუქრებით თუ სხვა იქნება. და უნდა მოხდეს ფერდობების ჩამოწვევა. ცნობილი მთასვლელი გოდერძი სამხარაძე აცხადებს, რომ კლდეებიდან ქვათა ცვენა ნებისმიერ დროს შეიძლება განმეორდეს. აქ ყოველ წუთში იყო, იქნება და დარჩება კიდე სავალალოდ კლდის ცვენის ამბავი. უნდა მოხდეს ფერდობების ჩამოწვევა. განსაკუთრებით საშიშროება არის მილიციის განყოფილება რო არის ის ტერიტორია, პირველი კილომეტრი ქალაქიდან სასხეის გზატკეცაზე აუცილებლად სოფლის პირდაპირ მდინარის მარჯვენა მხარეს სულ მოხსნილია ისა ყოველ წუთში არის ცვენა და დაგორებული ქვა პირდაპირ გზაში ეცემა. აი ეს ხასინია პირველში გასაკეთებია. ისე მთლიანად აი ლეჟუბინდან თბილისის ქუჩაზე და მაგ ყველა ჩამოსაწვენდია, ამიტომ 10 წელიწადია არ ჩამოსწვენდილა. გოდერძი სამხარაძის თქმით, კლდეებზე, რომელიც ჭიათურის ტერიტორიის დიდ ნაწილს მოიცავს, გასამაგრებელი და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება აუცილებელია.